გამარჯობა, მეგობრებო, მოკლედ დიდი მოთხოვიდან გამომდინარე, გადავწყვეტე ვრცელი ვიდეო ჩავწერო LinkedIn-ზე, თუ როგორ მუშაობს, როგორ ეძებენ HR-ები კანდიდატებს LinkedIn-ზე და ასევე სამსახური როგორ უნდა იპოვოთ LinkedIn-ის მეშვეობით ძალიან მარტივად. მე თვითონ ბოლოს სამსახურში დავიწყე მუშაობა LinkedIn-ის მეშვეობით, ამიტომ საკმაოდ კარგად მუშაობს ეს პლატფორმა და მინდა გირჩიოთ ყველას დარეგისტრირება და ყველა მინდა რომ ამ ვიდეოს მეშვეობით ძალიან კარგად გამართოთ თქვენი LinkedIn-ის პროფილი. როგორც იცით, TikTok-ზე აქამდე ვწერდი მოკლე ვიდეოებს, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ დარჩით ადამიანები, ვისაც LinkedIn-ის მოწესრიგება გსურთ, ბარემ ვრცელი ვიდეოთი დავიწყოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ linkedin.com-ი ეს არის სოციალური პლატფორმა, პროფესიონალური, რომელსაც აქვს თავისი მობილური აპლიკაციაც, ისევე როგორც ვები. უნდა დარეგისტრირდეთ ჩვეულებრივად Facebook-ის მსგავსად, შეკავთ სახელმწიფო იმეილი, ასე შემდეგ. ერთადერთი დამატებითი, რაც აქვს LinkedIn-ს და რასაც მოითხოვს, ეს არის პასპორტის მეშვეობით ვინაობის დადასტურება საჭიროებს ხშირ შემთხვევაში. რაც იმას ნიშნავს, რომ პასპორტს ყდაში აქვს ჩამონტაჟებული სპეციალური ჩიპი, რომელიც გარედან ახატია და საკმაოდ მარტივად იდენტიფიცირებადი არის და ტელეფონით, როდესაც გადიხართ რეგისტრაციას, ტელეფონით გთხოვთ ამ პასპორტის ვერიფიკაციას, ანუ ტელეფონის უკანა მხარე უნდა დაასკანეროთ პასპორტზე, უნდა მიადოთ უბრალოდ და თუ პრობლემა გექნებათ ან кейსი მოხსენით, ან სხვა ტელეფონით ცადეთ. და ჩვეულებრივ დასკანერებთ, იმიტომ რომ არ მოხდეს ყალბი აკაუნტების შექმნა და დააჯეროთ LinkedIn-ი ნამდვილად თქვენ იმყოფებით. LinkedIn-ს გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელია და გარდა იმისა, რომ ძალიან მარტივი შიდა, ესე ვთქვათ, სისტემა აქვს თავისი წესები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, პროფილის შექმნის დროს აუცილებლად თქვენი სახელი და გვარი უნდა მიუთითოთ, ისე როგორც გაქვთ პასპორტში მითითებული, პასპორტში გარდა ისე როგორც, ვთქვათ, თქვენი პასპორტი შეიცავს, აუცილებელი არ არის, რომ რაღაცა სრულყოფილად გეწეროთ სახელი და გვარი. ამის შემდგომ იქნება ესეთი ტიპის გვერდი, სადაც შეკავთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. ეს არის პირველი სივრცე, შემდგომ მოდის მეორე სივრცე about-ის, შემდგომ არის მესამე featured სექცია, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი რაღაცების წინაპლანზე წამოწევა შეგიძლიათ. ამის შემდგომ მოდის თქვენი აქტივობები, ანუ რა პოსტები გაქვთ გაზიარებული, ვის რას ულაიკებთ, ვის რას აკომენტარებთ, ამის სივრცე. შემდგომ არის experience, ანუ სამუშაო გამოცდილების ველი, გავს resume-ს, მაგრამ აქ ბევრად უფრო კარგად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი მიღწევები. შემდგომ მოდის განათლების ველი, შემდგომ სერტიფიკატები, მიღწეული პროექტები, ჩატარებული პროექტები და ასე შემდგომ, უნარების მითითების საშუალება გაქვთ და ასევე შეგიძლიათ რეკომენდაციებიც დაიტანოთ, რომელიც თქვათ თქვენი კოლეგების მხრიდან გაქვთ დაწერილი და უცხოენების ცოდნის დონეც შეგიძლიათ აქვე მიუთითოთ. მოკლედ ეს არის სულ რაც კი შეიძლება რომ LinkedIn-ზე რა ინფორმაციაც შეიტანოთ და ეხლა მე გეტყვით თითოეულ სივრცეში რა წესები აქვს LinkedIn-ს და როგორ იქნება უმჯობესი რომ შეავსოთ ეს ინფორმაცია. ნებისმიერი პროფილი შედგება keyword-ებისგან და ეს keyword-ები გვეხმარება HR-ებს, რომ უფრო მარტივად ვიპოვოთ კანდიდატები. ანუ კანდიდატს რაც უფრო მეტი საკვანძო სიტყვა აქვს გამოყენებული თავის პროფილში, HR-ები მით უფრო მარტივად მივაგნებთ ამ კანდიდატს. ამიტომ რაც უფრო მეტი პროფესიული სიტყვა გექნებათ გამოყენებული თქვენი LinkedIn-ის პროფილში სხვადასხვა სივრცეში, თქვენი პროფილი უფრო მდიდარი იქნება და უფრო მარტივად ამოუვარდება სხვა ადამიანს. ამიტომ თუ გინდათ რომ იძებნებოდეს თქვენი გვერდი მარტივად, წესი ნომერი პირველი არის, რომ რაც შეიძლება ვრცლად უნდა აღწეროთ თითოეული სექცია და დავიწყოთ პირველი ნაწილით. პროფილის ფოტო და cover-ის ფოტო არის. პროფილის ფოტო სასურველია. პროფილის ფოტოში სასურველია გამოიყურებოდეთ ისე, როგორც პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში გამოიყურებით. სასურველია იჯდეთ ლეპტოპთან, სასურველია იყოს წელს ზემოთ, სასურველია გამოიყურებოდეთ სერიოზულად, მეტნაკლებად და ასე შემდეგ. ეს შეიძლება გამომეტყველებას გულისხმობდეს ან ჩაცმულობას და ასე შემდეგ. სელფები ნაკლებად არის რეკომენდირებული, მეგობრებთან ერთად განაღებული ფოტოები ნაკლებად არის რეკომენდირებული, აუცილებლად მარტო უნდა იყოს და მოკლედ სერიოზულად უნდა წარმოაჩენდეთ თქვენს თავს. რაც შეეხება cover-ს, მე ხვალ ჩემი კომპანიის ლოგო მიყენია კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა ეს სივრცეც შეგიძლიათ აითვისოთ
პერსონალური ბრენდინგისთვის, მაგალითად, დაიტანოთ ისეთი საკვანძო სიტყვები, რომელიც თქვენს უნარებს გაუსვამს ხაზს, ან თქვენს სერვისს, ან ასე შემდეგ, ან ზოგადად თქვენს სფეროზე გვეტყვის რამეს, მოკლედ, ესეც არის სივრცე, რომელიც ძალიან კარგად შეგიძლიათ აითვისოთ ნებისმიერი პროფესიონალური იდეით. მოკლედ, ეს პირველი სექცია არის სექცია, რომელიც ყველაზე მეტად ყიდის კანდიდატს, იმიტომ რომ ამ სექციიდან HR-ებს უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ მიხვდნენ ეს კანდიდატი მათთვის საინტერესო არის თუ არ არის. ამიტომ ყველაზე ეფექტურები უნდა იყოთ აი ამ პირველ სექციაში. ამ შემდგომ მოდის სახელი გვარი, თუ გქვიათ რაიმე გრძელვადიანი, დასახელებიანი სახელი მაგალითად ვახტანგი და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოგმართავენ როგორც ვახო, შეგიძლიათ პირდაპირ ვახო შეიყვანოთ. ანუ აქ არ არის აუცილებელი დაბადების რაღაცა მოწმობაში ჩაწერილი სახელი გეძროთ. ანუ რა სახელითაც მოგმართავენ, ოღონდ რა თქმა უნდა ჟღერდეს პროფესიონალურად, ხო? აქ სახელი და გვარი შეგიძლიათ რომ დაიტანოთ. და ამის შემდგომ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი სექცია, ეს არის headline-ი. აი აქ ეს ნაწილი მთლიანად მოიცავს headlines, სადაც აი ეხლა ძალიან ყურადღებით მოვისმინეთ, როგორ ვავსებთ headlines. შეიძლება ეხლა ხართ სტუდენტი, მაგრამ მომავალში გინდათ დასაქმდეთ, მაგალითად junior front-end developer-ად და ამ headline-ში აუცილებლად უნდა ჩაწეროთ სამომავლოდ რა მიმართულებითაც გინდათ დასაქმება, ის დასახელება. ანუ ის რომ სტუდენტი ხართ, ამას კი არ წერთ headline-ში, წერთ იმას, რომ გინდათ junior front-end developer-ობა. ანუ სამომავლოდ რა მიმართულებითაც გინდათ შემოთავაზების მიღება, ის იწერება headline-ში. მაგალითად, ეხლა ხართ სამედიცინო სფეროში და გინდათ მარკეტინგში გადასვლა, ხო? ანუ headline-ში კი არ წერთ სამედიცინო მიმართულებით პოზიციას, წერთ რა მიმართულებაშიც გინდათ გადასვლა იმ headlines, მაგალითად junior marketing manager-ს, იმიტომ რომ CV-ც და LinkedIn-იც არის საიმიჯო პლატფორმა და ადამიანს, რომელიც მარკეტინგის მენეჯერს ეძებს, არ აინტერესებს წარსულში ექიმი იყავი, ჟურნალისტი თუ რა, ხო? ანუ აინტერესებს ეხლა როგორ აპოზიციონირებ შენს თავს. ამიტომ პირდაპირ სახელწოდებები გადმოიტანეთ. მე ეხლა რა მიმართულებითაც მუშაობის მიწერია, რომ ვარ tech talent-ების შერჩევის ლიდი. და ასევე მიწერია, რომ სამომავლოდ მინდა განვიხილო შემოთავაზებები employee engagement-ის, well-being-ის მიმართულებით, employer branding-ის მიმართულებით, ხო? ანუ ეხლა არ მუშაობ ამ მიმართულებით, ცოტა ნაწილში ჩართული ვარ, მაგრამ სამომავლოდ მინდა ამ მიმართულებით განხილვა. ანუ მე ჩემ შემთხვევაში ერთმანეთთან ესენი კვეთაში არის და შემიძლია ორივე ერთად დავიწერო, მაგრამ თუ თქვენ შემთხვევაში თქვენი წარსული გამოცდილება, ან თქვენი ახლანდელი გამოცდილება და სამომავლო მიზანი ერთმანეთთან კვეთაში არ არის, მოკლედ რა მიზანიც გააქვთ, რა მიმართულებითაც გინდათ რომ LinkedIn-ზე მოგწერონ, იმ მიმართულებით შეიყვანით. ანუ ძალიან ხშირად უჭერთ ადამიანებს აი ამის განსხვავება და ძალიან ხშირად არ უნდათ დაკარგონ წარსული გამოცდილება, მაგრამ იცოდეთ რომ თუ წარსულ გამოცდილებას არ მოიშორებთ და სამედიცინო გამოცდილებას არ წაშლით LinkedIn-დან, ვერასოდეს ვერ გახდებით მარკეტინგის მენეჯერი. ეხლა მე პირობითად მომყავს ეს მაგალითები, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ერთი სფეროდან მეორე სფეროში გადასვლა უნდა, ამიტომ იცოდეთ რომ LinkedIn-ს როცა აკეთებთ, გააკეთეთ ერთი მიმართულებით. ანუ რეზიუმესაც და LinkedIn-ს უნდა ქონდეს ერთი ხასიათი თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ამის შემდგომ მოდის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელშიც შეყვანილი გვაქვს მეილი, საკონტაქტო ნომერი და ასე შემდეგ და თქვენთვის სასურველი ვებსაიტებიც ასევე შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაიტანოთ. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ აქ ვებგვერდი, მე ხო ჩემი TikTok-ი მაქვს დამატებული, ან თქვენი სერვისი შეგიძლიათ დაამატოთ და ასე შემდეგ. მოკლედ მე ხარ როგორც გაჩვენეთ, ჩამონათვალში ხვევითაც ყველა field-ი, ანუ experience-ის, განათლების სერტიფიკატების ყველაფერი დამატებული მაქვს, ოღონდ იმიტომ აქვს დამატებული, რომ შევსებული მაქვს, მაგრამ თავიდან, როდესაც აკეთებ ახალ პროფილს, ეს ყველაფერი არ გაქვს გამოტანილი. ამიტომ სულ თავიდან, როდესაც იწყებთ, add profile section-იდან შედიხართ და აი აქ ჩნდება სამი ესეთი ველი. ერთი არის core, რომელშიც არის ძირითადად LinkedIn-ზე რავალებიც უნდა გქონდეს შევსებული, შემდგომ არის რეკომენდირებული ველები და ამის შემდგომ არის დამატებითი ველები. ნუ პირველ რიგში დავიწყოთ core, ანუ ძირითადი ველებით, რომელიც უნდა იყოს შევსებული. ეს არის გამოცდილება, განათლება, რაიმე სერვისი ხო არ უწევ და სკილები, ანუ რის გარეშეც თქვენი LinkedIn ვერ იქნება სრულყოფილი, ხო? მე ახლა შევსებული მაქვს, მაგრამ თქვენ აქედან შეძლებთ დამატებას და ახლა მე ისევ იქ გადავალ და იქიდან გეტყვით თუ როგორ უნდა დაამატოთ.
ეხლა ვსაუბრობთ about სივრცეზე, ანუ about სივრცეში თხრობით ფორმაში ყვებით თქვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. ანუ თუ experience-ის well-ში ქრონოლოგიურად აღწერთ დეტალურად ყველაფერს და ფუნქციო მოვლენებს წერთ, about-ის well-ში გვაქვს საშუალება, რომ თხრობით ფორმაში მოვყვეთ, რომ მაგალითად ამჟამად ვარ სტუდენტი, ვსწავლობ front-end developments, მინდა ამ და მიმართულებით განვითარება, მაქვს ესა და ეს უნარები და ძალიან დიდი мотиваცია მაქვს, რომ ვქნა ესა და ეს. ანუ გაძლევთ საშუალებას, რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი keyword-ი გამოიყენოთ, რომლის გამოყენების საშუალებაც შეიძლება რომ სხვაგან არ გქონდეთ. და ადამიანს აჩვენოს თქვენი ემოციური მხარე, გარდა უბრალოდ მშრალი აღწერისა, რომ რა მიმართულებით ხართ დაინტერესებული და როგორ გინდათ თქვენი კარიერის განვითარება. ან თქვათ თუ კარიერაში რაღაც უცნაურობა გაქვთ, ან ასაკით ხართ დიდი და ეხლა ხართ junior პოზიციაზე და აი ამის კარგად, ესე ვთქვათ, გაშიფრვა გინდათ და სწორად მიწოდება HR-ისთვის, მოკლედ ეს გაზრებთ ამის საშუალებას და აქ ასევე about სივრცეში გაქვთ საშუალება რომ top skill-ები მიუთითოთ, ანუ გვერდზე ყველა სექციას აქვს პატარა ფანქარი, რომლის მეშვეობითაც აკორექტირებთ. მე ახლა არ მიწერია ვრცელი about-ი, იმიტომ რომ აქტიურად არ ვეძებ სამსახურს, თუმცა როდესაც აქტიურად დავიწყებ ძიებას, აუცილებლად კარგად დავწერ ამ ყველაფერს. და აი top skill-ებში შეგიძლიათ 5 წამყვანი უნარი მიუთითოთ, რომელიც თქვენს პროფესიაში არის ნიშნულოვანი და დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავი, მოკლედ, კარგად დააპოზიციონიროთ. ამის შემდგომ მოდის featured სექცია, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე, შეგიძლიათ ატვირთოთ თუ დეველოპერი ხართ GitHub-ის ლინკი, თუ დიზაინერი ხართ Behance-ის ლინკი, ან ნებისმიერი რამე, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობას უკეთესად წარმოაჩენს. მე ხლა მაქვს ატვირთული აქ ვიდეოები, ინტერვიუები, რომელიც მინდა რომ ჩემს პროფილზე როდესაც შემოვა ადამიანი ნახოს, ჩემი სხვა მიმართულებით გამოცდილება, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ნებისმიერი რამე შეგიძლიათ მოკლედ აკეთოთ და დაიტანოთ. აქაც ძალიან მარტივად არის, შეგიძლიათ რომ თქვენს მიერ გაზიარებული პოსტი, რომელსაც თქვენ მნიშვნელოვნად თვლით, აი აქედან დაამატოთ, უკვე წარსულში დაწერილი პოსტი, ახალი პოსტი დაწეროთ, დაამატოთ ლინკები და ნებისმიერი მედია რა, ფოტოს დამატებაც შეგიძლიათ. ერთადერთი ჩემი დაკვირვებით რაც არ ემატება, აქ არის Facebook-ის ლინკი, იმიტომ რომ ზოგადად LinkedIn-ს არ უყვარს, როდესაც LinkedIn-ზე არის მითითებული რაღაც ლინკი, რომელსაც სხვა საიტზე გადაყავ ხარ, იმიტომ რომ LinkedIn-ს უნდა რომ თავის მომხმარებელმა ბევრი დრო გაატაროს ისევ LinkedIn-ზე. თქვენ თუ აქ LinkedIn-ის პოსტი გექნებათ, მარტივად ჩასვამთ, იმიტომ რომ ისევ LinkedIn-ზე გადაგვიყვანს, ხო და თუ რაიმე სხვა საიტებზე გადაყავ ხარ, მოკლედ არ მოწონს. ერთადერთი YouTube-ზე არ აქვს პრობლემა, YouTube-ის ლინკებს ჩვეულებრივად უთითებ, ანუ არ იშლება და მოკლედ Facebook-ზე აქვს ოდნავ დისკომფორტი. რაც შეეხება activity-ს, იცოდეთ, რომ LinkedIn-ზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი აქტივობა გაქვთ და ყველა აქტივობა ჩნდება თქვენს პროფილზე. ამიტომ მე ძალიან ხშირად ვუგნები ჩემს კლიენტებს, რომლებიც კარიერული განვითარების სესიებზე მყავს, კონსულტაციებზე, რომ LinkedIn-ზე აგრესიული პოსტები, ნეგატიური კომენტარები არ დაწეროთ, იმიტომ რომ თქვენს იმიჯზე უარყოფითად აისახება. შეეცადეთ, რომ თუ სადმე რაიმე კომენტარის გაკეთება და გჭირდებათ, ან იმ ადამიანს პირადში მიწეროთ, ან ზოგადად თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვიღაც უცხო HR-ი შემოდის, უნდა რომ თქვენი პროფილი დაათვალიეროს და ხედავს, რომ სადღაც კონტექსტიდან ამოვარდნილად ხედავს, ანუ რეალურად ვერ იგებს თქვენს გულის ტკივილს და შეიძლება რომ შაბლონურად მოგარგოთ ცოტა ინტრიგანის როლი, ამიტომ რად გინდათ აირიდეთ თავიდან LinkedIn-ზე უარყოფითი პოსტები, სტატუსები, კომენტარები და ასე შემდეგ. ეხლა გადავდივართ experience-ის well-ზე. experience-ის well-შიც ჩვეულებრივად, აი ხლა მოდი თქვენთან ერთად შევეცდები დავამატო კომპანია. title-ში ჩვეულებრივად ვწერთ პოზიციის დასახელებას, მაგალითად რაღაცა HR managers. Employment type-ში ვწერთ რა დოზით ვარ დაკავებული ამ კომპანიაში, ანუ სრულ განუკვეთზე მუშაობთ part-time-ზე თუ ასე შემდეგ. შემდგომ კომპანიის სახელწოდებას ვეძებთ. ხშირად ვერ პოულობენ კომპანიებს, იმიტომ რომ შეიძლება რომ კომპანიას არ ქონდეს LinkedIn-ის გვერდი, ან არასწორად წერენ სახელებს. ამიტომ დაგუგლეთ ხოლმე კომპანიის სახელები, მათ შორის ისეთ კომპანიების, რომლებშიც მუშაობენ. დაგუგლეთ და იქ როგორც უწერიათ, შეიძლება იგივე სახელწოდებით იყოს და ახლა მაგალითად ჩემ კომპანიას დავგუგლავ. ეს ჩავწერ.
შემდგომ ვუთითებ, რომ ამჟამად ვარ დასაქმებული აქ. თუ ამჟამად არ ხართ და წარსულში არსებული კომპანიის დამატება გინდათ, ამ კლიკს მოხსნით და ჩვეულებრივად დაწყების და დასრულების თარიღს მიუწერთ. ლოკაციასაც მივანიშნებთ, რომ თბილისში ვართ დასაქმებულები, ან სხვა ლოკაციაზე, on-site ვართ, ანუ ოფისში დავდივართ, ჰიბრიდულად მუშაობთ თუ online და description-ში ზოგადად მე ახლა ბევრი გამოცდილება მაქვს და ამიტომ ყველა პოზიციაზე არ მაქვს description-ი მიწერილი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან დიდი სია არის და ჩემს სფეროში ზოგადად ისედაც, ანუ აი კომპანია უფრო არის გარანტორი შენი გამოცდილების, ვიდრე აი აღწერაში ჩაწერ. ამიტომ მე არ მიწერია, მაგრამ სამსახურში აქტიურად ვეძებდი, აუცილებლად ბულეტებად ჩამოვწერდი ჩემს გამოცდილებას და აღწერდი დეტალურად ყველაფერს. ეხლა ერთი რჩევა, რომელიც მინდა მოგცეთ ზოგადად გამოცდილების აღწერის პროცესში. ანუ უბრალოდ კი არ აღწეროთ, რომ მაგალითად აი კანდიდატების შერჩევის პროცესში იყავით ჩართული, ან sourcing-ს აკეთებდით, ან რაღაცა კოდს წერდით, ან მარკეტინგულ კამპანიებში იღებდით მონაწილეობას. ანუ შეეცადეთ, რომ რა შედეგები დადეთ კომპანიაში მუშაობის პროცესში, ამას გაუსვათ ხაზი. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მე მივედი მარკეტინგ მენეჯერად, მაგალითად კომპანიის გაყიდვები გაიზარდა 20%-ით. მას შემდეგ, რაც მე მივედი კომპანიაში HR-ად, კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა 20%-ით და თანამშრომლების გადინების რაღაცა კოეფიციენტი შემცირდა, ხო? ანუ, იმიტომ რომ ესეთი, როდესაც პროცენტულობა, რიცხვები, შედეგების შემოგაქვთ, ბევრად უფრო ეფექტის მომხდენიანი არის HR-ისთვის, ვიდრე უბრალოდ აღწერა, რას აკეთებდით, როგორ აკეთებდით და ასე შემდეგ. და ეს არის ძალიან კარგი ხრიკი, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. ასევე თითოეულ პოზიციაზე მუშაობის პროცესში შეგიძლიათ მიუთითოთ ის უნარები, რომელიც იმ კომპანიაში მუშაობის პროცესში განგივითარდათ. მაგალითად, მე, როდესაც ერთ კომპანიაში მუშაობდი, მან ვისწავლი ხელფასების ჩარიცხვის პროცესი, ამიტომ payroll-ი იქ მაქვს მითითებული და შემდგომ უკვე სხვა კომპანიებში აღარ მჭირდება მითითება, იმიტომ რომ როდესაც ხედავს ადამიანი, რომ 2022 წელს ამას ვაკეთებდი, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ დღემდე მე ეს ვიცი. შეიძლება დღეს ვაკეთებ ან არ ვაკეთებ, მაგრამ უკვე რომ მიწერია, ეს ნიშნავს, რომ ვიცი. უნარებსაც მივუძებთ და ასევე გირჩევთ, რომ მედია დაამატოთ, რა მედიაში შეიძლება იყოს კორპორატიული წვეულებები, სამსახურში გაკეთებული რაღაცა კამპანიები და ასე შემდეგ, ამიტომ მოკლედ მედიის მითითებასაც გირჩევთ, იმიტომ რომ ეფექტურია. თუ არაფერი არ გაქვთ მისათითებელი, მედიაში შედით და დაამატეთ კომპანიის ლინკი, კომპანიის ვებსაიტი, იმისთვის, რომ ვინც არ იცის თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, გადავიდეს მარტივად საიტზე და ასე ვთქვათ, გაიგოს თქვენი კომპანიის შესახებ უფრო მეტი. Experience-ის ველში, მოკლედ, ნებისმიერ წარსულში მუშაობდით თუ ეხლა მუშაობდით, მოკლედ ყველაფრის მითითების საშუალება გაქვთ, თუმცა უნდა აკონტროლოთ, ანუ ეხლა როცა მუშაობთ, present-ი უნდა გქონდეთ მითითებული და წარსულში როცა მუშაობდით, დაწყების და დასრულების თარიღი და ქრონოლოგიურად თვითონ ავტომატურად დაალაგებს ძალიან მარტივად. ეხლა რაც შეეხება განათლებას. ხშირად ერევათ და education-ში შეაქვთ სერტიფიკატები, ანუ ნებისმიერ კურსზე, ნებისმიერ დასრულებული კურსის შესახებ ინფორმაცია შეაქვთ education-ში და არ არის ეს სწორი. აუცილებელი არის, რომ სერტიფიკატები ცალკე შეიყვანოთ სერტიფიკატების სექციაში და განათლება ცალკე. განათლება შედის მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლები, უნივერსიტეტები. ესეც ცალკე უმარტივესად ემატება ფანქარის მეშვეობით. და აქაც სერტიფიკატების მითითებას რაც შეეხება. არის რაღაც სფეროები, სადაც HR-ები სერტიფიკატებს ვითხოვთ. მაგრამ არის სერტიფიკატები, რომელსაც იმხელა ძალა არ აქვს და აუცილებელი არ არის, რომ გქონდეთ მითითებული. ამიტომ თუ რაღაც კურსი დაასრულეთ, სერტიფიკატი არ გაქვთ და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ხშირად არც კი ხსნით ამ სერტიფიკატებს, მაგრამ თუ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი სერტიფიკატი, მაგალითად AWS-ის სერტიფიკატი გაქვთ აღებული, რომელიც software engineering-ში საკმაოდ ისეთია წონიანი სერტიფიკატია, მაგ შემთხვევაში კი მიუთითეთ, ესეც მედიის საშუალებით შეგიძლიათ ავტვირთოთ, მაგრამ თუ არ გაქვთ, არ ინერვიულოთ, უბრალოდ სახელწოდების თარიღის მითითებაც საკმარისია ასეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ ხშირად არის სერტიფიკატი გაქვს და მაინც არაფერი არ იცი, ხშირად არის სერტიფიკატი არ გაქვს და რაღაცები შეიძლება იცოდე. ამიტომ მაინც ძირითადად გასაუბრებაზე როგორ წარმოაჩენ თავს
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პროექტებს. მეც მაქვს აქ პროექტები მითებული, რომელიც შესრულებული მაქვს, იმიტომ რომ სხვა ველი არ მაძლევს ამის საშუალებას და თან experience-ის well-ში ბევრი რაღაც მიწერია და ამიტომ ამის ადგილი იქ აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები არის, ნუ მაინც ცალკე მაქვს გამოტანილი. თუ თქვენ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება ბევრი და გინდათ რომ სამუშაო გამოცდილება დატვირთოთ და კარგად წარმოაჩინოთ, ეს პროექტები შეგიძლიათ ზევით აიტანოთ, ანუ ვის როგორ აწყობს იმის მიხედვით. ახლა რაც შეეხება უნარებს, უნარების მაქსიმალური რაოდენობა არის 100 LinkedIn-ზე და რაც უფრო მეტი უნარი გქნებათ მითითებული, ბევრად უფრო კარგია, იმიტომ რომ ამ უნარების მეშვეობითაც იძებნება თქვენი პროფილი, ანუ keyword-ების საკვანძო სიტყვების მნიშვნელობას ატარებს და როგორ წერ LinkedIn-ზე ამ უნარებს რა. შეიძლება რომ ეს ერთიანად გაგახსენდეს 10 უნარი, რომელიც გაქვს, მაგრამ როდესაც ათვალიერებ LinkedIn-ზე ვაკანსიებს და იქ ხედავ რომ რაღაც უნარები აქვთ მოთხოვნილი შენთვის სასურველ პოზიციაზე და შენ ფიქრობ რომ ეს უნარი გაგაჩნია, ავტომატურად შედიხარ შენს LinkedIn-ზე და ამატებ ამ უნარებს. ანუ LinkedIn-ის განვითარება ხდება მუდმივად, ანუ ეს არ არის რომ მე ხა იდეალურად მოწესრიგებული, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც პერიოდი გადის და როგორც კი ხვდები რომ რაღაც ან სხვა მიმართულება მაინტერესებს, ან თქვათ ის მიმართულება აღარ მინდა რომ მიმართულებითაც მუშაობდი, შევდივარ და ვცვლი. ანუ ეს არ არის რომ ერთხელ ვიღაცა გაგიკეთებს და მე მუდმივად კარგად გაქვს LinkedIn-ი, ანუ მუდმივად ჭირდება განვითარება და აქტივობა. ამიტომ უნარების დამატების პროცესიც არის გრძელვადაში გაწერილი. შეეცადეთ რომ რაც შეიძლება მალე სწორი უნარები გქონდეთ მითითებული, სწორი, რომელიც თქვენს პროფილს იდეალურად ასახავს. ეს არის და ეს, მოკლედ, რაც შეიძლება რომ პროფილზე გითხრათ და ახლა გადავიდეთ ცოტა შიდა ნაწილზე. მოკლედ, LinkedIn-ზე, როდესაც ხვის პროფილზე შედიხართ, ის რომ თქვენ შეხვედით იმის პროფილზე, ეს ჩანს. იცოდეთ, ამიტომ არ დაათვალიეროთ ისეთი ადამიანები, ვისაც არ გინდათ რომ თქვენი თავი გამოუჩნდეს. თუ არ გინდათ რომ უჩნდეს თქვენი თავი და მუდმივად სამსახურებრივად გჭირდებათ რომ ათვალიეროთ ადამიანები, უნდა შეიძინოთ ფასიანი აკაუნტები. ფასიანი აკაუნტები არსებობს რამოდენიმე ტიპის, პრემიუმის, რეკრუტერი, ასე შემდეგ. ეხლა მგონია რომ სამიზნე აუდიტორია, ვინც ამ ვიდეოზე მყავს, მათთვის არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ნუ პრემიუმი ერთადერთი შეიძლება დაგჭირდეთ მაშინ, როდესაც სამსახურის აქტიური მაძიებელი ხართ, იმიტომ რომ ბევრად უფრო საინტერესო ჯობებს გიყრით, ბევრად უფრო კარგ რეკომენდაციებს იღებთ თქვენს პროფილზე და ასე შემდეგ. ამიტომ პრემიუმი არის რეკომენდირებული, ოღონდ პრემიუმის გააქტიურებას გირჩევთ, ხო, ერთთვიანი უფასო აქვს პრემიუმზე, გირჩევთ, როდესაც პროფილს მოაწესრიგებთ, თუ აი ძალიან აქტიურად ეძებთ სამსახურს და გინდათ რომ LinkedIn-ის მეშვეობით იპოვოთ, ან საერთაშორისო ბაზარზე, ან ქართულ ბაზარზე, გააქტიუროთ ეს ერთთვიანი და ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ კარგი, ესე ვთქვათ, ფუნქციებით ისარგებლებთ. ისე თუ 50 $50 ღირს, არ ვიცი, დამოკიდებული არის პროფილზე, ლოკაციაზე, ბევრ რაღაცაზე, ხა ყოველდღე რო ფასი არ გიცხადთ, მაგრამ ნუ ხო საკმაოდ ძვირია. ერთ-ერთი რჩევა, რაც კიდე შემიძლია მოგცეთ, მოკლედ, როდესაც LinkedIn-ის ლინკს უგზავნით ვიღაცას, ან გინდათ რომ სადმე შეიყვანოთ. აი ხო, ჩემს ლინკს დააკვირდით linkedin.com/in/ანა ანტღოლაძე და კიდე სლეში წერია, მაგრამ თქვენ LinkedIn-ებს აუცილებლად აი ამ ანა ანტღოლაძის გასწვრივ ექნება ძალიან ბევრი ასოები მიწერილი, და ამიტომ ეს ასოები უნდა დააკორექტიროთ, აი აქედან public profile შედიხართ, აი აქ ფანქარს ხო ხედავთ და თქვენ შემთხვევაში იქნება ესე ბევრი ასო მიწერილი და თუ გინდათ რომ ლამაზად გამოიყურებოდეს თქვენი პროფილის ლინკი, ეს ყველაფერი წაშალეთ იქამდე, სანამ თქვენი სახელი და გვარი დასრულდება. ანტღოლაძე დავასეივოთ. ეს არის, ვსიო. თქვენი პროფილის ლინკიც ესე ლამაზად გამოიყურება. ასევე კიდე ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ხშირად დეფოლტად LinkedIn-ის პროფილს როცა ქმნი, შიდა სეტინგებში, მოკლედ ესეთი ფუნქცია, როდესაც რაღაცას ცვლი პროფილზე, ან ამატებ, ან თარიღებს ცვლი, ან ახალ სამსახურს ამატებ, ეს ავტომატურად notification-ად მისდის შენს ყველა მეგობარს. ამიტომ რო აირიდოთ თავიდან მსგავსი უხერხულობები. ეხლა ეგ შედიხართ სეტინგში. ამით და აქედან შეგიძლიათ რომ რაღაცები შეცვალოთ, შეგიძლიათ რაღაცები რაც ჩანს დამვალოთ და ასე შემდეგ და ნუ visibility-ში არის თუ არ ვცდები.
სად გვაქვს ქვევით არის ხო, network connections when you're in news აქ შედიხართ და ამის გათიშვა შეგიძლიათ და ასე შემდეგ. მოკლედ, აი აქედან ხდება ეს ყველაფერი. იქიდან შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი გათიშოთ და ჩართოთ. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ LinkedIn-ის პროფილზე. და ეხლა რაც შეეხება აქტივობას LinkedIn-ზე. ნუ პირველ რიგში აქედან შეგიძლიათ ნახოთ, ვინ ნახა თქვენი პროფილი, ჩვეულებრივად გადადეხართ და მე ეხლა ამ წამს არ მაქვს ფასიანი აკაუნთი, ამიტომ ყველას არ მიჩვენებს და თქვენც აი ესე ბუნდოვნად გაჩვენებთ ადამიანებს, მაგრამ მაინც აჩვენებს. ასევე ჩემს პოსტებზე რა რეაქციები გქონდათ ადამიანებს, რომ ამასაც ყველაფერს აჩვენებს. ეს არის ფიდი ჩვეულებრივი, სადაც ადამიანები პოსტავენ სტატუსებს, ფოტოებს, ასე შემდეგ. და რაც უფრო თქვენთვის საინტერესო კონტენტს დაღლაიქებთ LinkedIn-ი, მით უფრო კარგად მიხვდება რა ინტერესები გაქვთ და თქვენი ინტერესების შესაბამის კონტენტს ამოგიგდებთ და ასევე თქვენი ინტერესების შესაბამის ჯობებს შემოგთავაზებთ, ამიტომ სკროლეთ ხშირად, ანუ დღეში 10 წუთი რო სკროლოთ, ეს LinkedIn-ისთვის არის იდეალური. დალაიქოთ რაღაცები და აკომენტაროთ, ოღონდ ისე დააკომენტაროთ, რომ ამან თქვენს იმიჯზე პირიქით დადებითად იმოქმედოს. და ახლა გადავდივართ My Network-ში, ანუ My Network-ში რა ხდება. მოკლედ, LinkedIn-ს აქვს ესეთი უნიკალური წესი. არსებობენ first, second და third connection-ები. ანუ first connection-ები არიან ადამიანები, რომლებიც ყავს მეგობრებში. ანუ მე ახლა აი მოდი ავიღოთ ნინუც საჯინჯარაძეს პროფილზე რო შევდივარ. ეს ადამიანი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ მიჩვენებს, რომ არის ჩემი მეგობრების მეგობარი, ანუ second connection-ი, ხო? მე თუ ამ ადამიანს დავიმატებ, გახდება ჩემი first connection და მექნება საშუალება, რომ ამ ადამიანს მივწერო. აუცილებლად დავაჭერ connects და დავუკონექტდები. LinkedIn-ს აქვს ასევე follow ღილაკი და follow ღილაკი არ გვაწყობს, იმიტომ რომ მარტო მე დავინახავ ნინუცას აქტივობებს თუ დავაფოლოვებ და თვითონ ვერ დავინახავს. ნახეთ, აქ თუ წერია connect-ი, follow ღილაკი იქნება აუცილებლად აი ამ more-ში და ქვევით ჩამონათვალში, მაგრამ ხშირად ადამიანებს პირიქით უყენიათ და პროფილზე უყენიათ follow ღილაკი და აი ამ more ჩამონათვალში არის connect-ი, ამიტომ თუ connection-ებს აგროვებთ, უნდა დააჭიროთ აუცილებლად connect-ს. და ეხლა რატო უნდა ვაგროვებდეთ connection-ს? მე ეხლა მყავს დაახლოებით 20,000 connection-ი. და 20,000 connection-ს ვაგროვებ დაახლოებით 7 წელია. და ამ 7 წლის განმავლობაში, მოკლედ, ერთიანად ვერ დაიმატებ ყველა ადამიანს, ანუ ყოველკვირეული ლიმიტი გაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას. ხო შემთხვევაში LinkedIn-ი არ გაძლევს საშუალებას. ანუ კვირაში შეიძლება 30-დან 100 ადამიანამდე დამატების საშუალება გქონდეს და მოკლედ, წლების განმავლობაში უნდა აგროვო. ანუ რაც უფრო აქტიურად დაიწყებთ ადამიანების დამატებას, მით უფრო მალე მიაღწევთ კონკრეტულ რაოდენობას. და რაც უფრო მეტი ადამიანი ყავთ, მით უფრო მარტივად ამოვარდება თქვენი პროფილი HR-ების საძიებო ველში. მე ახლა ვიღაც რო დავსერჩო, ბევრად უფრო მეტი ადამიანი მომივარდება, ვიდრე თქვენ, რომელსაც ერთი connection-ი ყავთ, იმიტომ რომ LinkedIn-ი ამის მიხედვითაც გაძლევს საშუალებას. ახლა ამ ადამიანს ყავს 417 connection-ი, რაც ძალიან ცოტა არის, ნუ რა თქმა უნდა, კატასტროფული რაოდენობა არ არის, მაგრამ ძალიან ცოტა არის. ანუ ეს ადამიანი თუ არის open to work, ანუ აქტიურად თუ ეძებს სამსახურს, მოკლედ 417 connection-ი ძალიან გაუჭირდება, რომ ვინმე საძიებო ველში ამოვარდეს. ამიტომ ნინუცას ვურჩევდი, რომ დაიმატოს, ანუ My Network-ში შევიდეს და ხო LinkedIn-ი My Network-შიც გთავაზობს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანებს. მე ახლა რადგან ძირითადად დეველოპერებს ვიმატებ, ან HR-ებს და ასე შემდეგ, ეს ამ ტიპის ადამიანები მივარდებიან და შედით ნებისმიერი ტიპის უცხო ადამიანის დამატება შეგიძლიათ, იმიტომ რომ LinkedIn-ს არ აქვს, როგორც Facebook-ს აქვს, რო თუ არ იცნობა არ ამატებ, LinkedIn-ს არ აქვს ესეთი ტიპის მოკლედ სტანდარტები, ნებისმიერი ადამიანს ვამატებთ, ნებისმიერ ადამიანს ვიმატებთ, თუ ეხლა რაღაცა გაურკვეველი წარმომავლობის სახელი და გვარი არ უყენიან, ძალიან არასერიოზული ფოტო, მოკლედ ყველას ვიმატებ, იმიტომ რომ თვითონ connection-ს აქვს ძალიან დიდი ღირებულება, ანუ ძალიან დიდი. Third connection-ები არიან უკვე ჩვენი მეგობრების მეგობრები და ეგენიც კი ღირებულებას წარმოადგენენ. მოკლედ, რაც უფრო მეტი connection-ი გეყოლებათ, თქვენ LinkedIn-ის პროფილი ბევრად უფრო მდიდარი იქნება და ყველას ამატებთ აუცილებლად connect ღილაკით. ამის შემდგომ გადავდივართ ჯობებზე, როგორც იცით, საქართველოს ყველაზე პოპულარული სამსახურის საძიებო საიტები არის Jobs.gy და HRG, ნუ eWork-იც დაემატა აპლიკაცია, თუმცა მე არასდროს არ გამომიყენებია
და LinkedIn-ის ჯობები არის საკმაოდ რელევანტური, საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ LinkedIn-ზე ჯობის გამოქვეყნება არის ძალიან ძვირი და დამიჯერეთ, რომ ყველა არავინ არ გამოაქვეყნებს, ანუ ხშირად როდესაც საუბრობთ ხოლმე, გვაქვს ვაკანსიები, აი მაგალითად talent acquisition სპეციალისტის ვაკანსია გავხსენით და ჩვეულებრივად ჩამონათვალი არის იმ ფუნქცია მოვალეობების, რაც უნდა შევასრულოთ და ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ apply. ეხლა ნახეთ რა ხდება. არსებობს ორნაირი ტიპის apply. ერთი არის apply, როდესაც აწერია და მეორე არის ეხლა თუ შემხდება, გეტყვით, easy apply უნდა ეწეროს. ვნახოთ. აი easy apply. ეხლა რა სხვაობა? easy apply-ის შემთხვევაში, როდესაც დააჭერთ, უბრალოდ მოგთხოვთ თქვენი სახელის გვარის ნომრის დაზუსტებას და ლოკაციის და თქვენი პროფილი ავტომატურად აგზავნის თქვენს რეზიუმეს, ხოლო როდესაც უბრალოდ apply გვაქვს, მაგ შემთხვევაში კომპანიას აქვს გარკვეული კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოთ, რომელიც შეიძლება 5 და 10 წუთამდე მოიცავდეს დროს და მოკლედ შეიძლება რომ გრძელვადიანი პროცესი არის. ეხლა ნახეთ რა ხდება, რამდენადაც მარტივი არის თქვენთვის easy apply-ის გაკეთება და 2 წამი ჭირდება. იმდენად მარტივი არის სხვა ადამიანებისთვის. ამიტომ, როდესაც easy apply არის ვაკანსიაზე, ბევრად უფრო დიდი არის კონკურენცია, და როდესაც უბრალოდ apply არის, ბევრად უფრო ნაკლები, იმიტომ რომ გვეზარება ადამიანების კითხვარის შევსება, მათ შორის მეც. ამიტომ გირჩევთ, როდესაც სამსახურის აქტიური მაძიებელი ხართ, კვირაში 7 დღე ხო არის? დღეში 1 ჯობზე გააკეთოთ apply ჯობია და ხარისხიანად შეავსოთ ის კითხვარი და დააკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და კარგი და სწორად გაკეთებული რეზიუმე გაგზავნოთ, ჯობია, ვიდრე 1 დღე დაჯდეთ და ძალიან ბევრ კომპანიაში გააკეთოთ easy apply, მოასწროთ ყველაფერი და საბოლოოდ არსაიდან არ დაგირეკონ, ხო? ანუ apply ბევრად უფრო ხარისხიან რეზიუმეს გაგზავნად ითვლება. იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ავსებ და ვფერობ ნაკლები კონკურენცია არის. Messenger-ში ხა არ გავხსნი, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად გაქვს კომუნიკაციის საშუალება, მიწერო, მოგწერო, ვიდეო კოლით ზარი ჩანიშნო, ასე შემდეგ ძალიან კომფორტულია და notification-ებში, როგორც Facebook-ზე თქვენ პოსტერებზე რეაქტები მოდის, ვინ ნახა თქვენი პროფილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის ძალიან მოკლე მაგრამ სიღრმისეული აღწერა თუ როგორი პროფილი უნდა გქონდეთ და ყველაზე მთავარი, მოდი ხო გამოვყოფ 3 რაღაცას, რაც არის მნიშვნელოვანი. 1, როგორი პროფილი გაქვს, ანუ როგორი საკვანძო სიტყვები გაქვს პროფილზე გამოყენებული. ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ მოიძებნება თქვენი პროფილი. აი მაგალითად, ეხლა მე როცა მინდა რომ მოვძებნო, აი მაგალითად დეველოპერი, ხო? და დეველოპერები წერენ სხვადასხვა პროგრამულ ენაზე და მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი რაღაცა .NET framework-ი, ხო? .NET developer-ს როცა ჩავწერ, მაგრამ senior .NET developers, ხო? ანუ თუ ადამიანს პროფილში აქვს გამოყენებული senior .NET developer-ი, ეგ ადამიანები ამომივარდებიან, მაგრამ შენ, როდესაც არ იცი LinkedIn-ი სწორად როგორ წარმართო და უბრალოდ გიწერია რომ ხარ .NET developer-ი, შენი პროფილი არ ამომივარდება. მიუხედავად იმისა, რომ senior-ი ხარ და უმაღლეს დონეზე ფლობ თქვათ პროგრამირებას. ანუ მნიშვნელოვანი არის იცოდე რა არის პოპულარული დასახელებები შენი პროფესიის და ის პოპულარული დასახელებები გქონდეს headline-ში, about-ში, სამუშაო აღწერილობებში მითითებული. ამიტომ, მოკლედ, პროფილის სიტყვების შედგენა და დღეს ეს ChatGPT-თ არის აი უმარტივესად შესაძლებელი, რომ თქვენი პროფილი გქონდეთ იდეალურად შედგენილი, ანუ დაიხმარეთ ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად, მაგრამ შეეცადეთ რომ მაინც რაღაცა ინდივიდუალური სტრიხებით შეიტანოთ. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონექშენები, ანუ როგორ კარგადაც რა უნდა გქონდეს შედგენილი პროფილი, თუ 5 კონექშენი ყავს, გამორიცხულია რომელიმე HR-ის საძიებო ველში ამოვარდე და იმ HR-მა მოგწეროს. ანუ წარმოუდგენელია იცოდეთ, დააგროვეთ კონექშენები, ანუ ყოველ დღე 100 წუთი რო სკროლოთ LinkedIn-ი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ რაღაცეები და დაიმატოთ ადამიანები, დამიჯერეთ რომ წლის ბოლოს ძალიან კარგი პროფილი გექნებათ და მესამე არის აქტივობა, ხო? აუცილებელი არის სკროლოთ, აუცილებელია თქვენ თვითონაც პოსტოთ რაღაცეები, გაზიაროთ, დაამატოთ ადამიანები, ვინც თქვენს პროფესიას წარმოადგენენ, ანუ პირდაპირ საძიებო ველში ჩაწერეთ თქვენი პროფესიის ხალხი, ჩამოუყევით და დაამატეთ, იმიტომ რომ ხშირად ისინი აზიარებენ ვაკანსიებს, ხშირად ისინი აზიარებენ ინოვაციებს, რაღაც ივენთების შესახებ, ამიტომ ძალიან კარგი პლატფორმა არის, გამოიყენეთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ დაახლოებით 7 წელია HR-ში ვარ და ჩემი აყვანილი თანამშრომლების 95% მყავს LinkedIn-იდან, ანუ შევდივარ, თუ ვეძებ მარკეტინგის მენეჯერს, წერ მარკეტინგის მენეჯერს და იქ ვინც მივარდება, იმათ წერ, ბუღალტერს თუ ვეძებ, დეველოპერს, PR მენეჯერს, HR-ს, მოკლედ
ყველას ვეძებ LinkedIn-ზე, აღარ მიყვარს ვაკანსიის დაპოსტვა და ლოდინი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ LinkedIn-ზე შევალ და ძალიან კარგ პროფესიონალს ვიპოვი. და დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრი ვარ და LinkedIn-ზე რომ ხარისხიანი კანდიდატები არიან, კულტურულები, ზუსტად რო იციან, სად როგორ რანაირად, ეგეთი კანდიდატები არსად არ არიან. ამიტომ რაც მალე გავაკეთებთ LinkedIn სტუდენტობიდანაც კი შეგიძლიათ მოკლედ ძალიან კარგი შედეგებით დადგმეთ. ძალიან დიდი მადლობა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ კიდევ რაიმე კითხვები დარჩა, გთხოვთ რომ დამწეროთ კომენტარები და აუცილებლად გიპასუხებთ. თუ იმის ინდივიდუალური კონსულტაციაც დაგჭირდებათ, უსასყიდლოდ დაგეხმარებით. მოკლედ, ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში LinkedIn-ი გახდეს ძალიან პოპულარული, გქონდეს ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ HR-ებს ძალიან გვიმარტივდება ესეთ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება, შემოთავაზებების გაკეთება და იდეალური სამსახურების მოკლედ ძიებაში დახმარება. დროებით კომენტარებში გელოდებით, თუ რამე კითხვები გექნებათ. დიდი მადლობა.